მოკლედ, ახალი გატაცება მაქვს. ნეკროლოგების წერა დავიწყე. ხო და პირველი დავწერე უკვე და რა ვიცი რა გამოგვივიდა, რანაირია, მე ხა წაგიკითხავთ და ერთად შევაფასოთ, იქნებ არ ღირს რომ ეს საქმე გავაგრძელოთ. აი, ვიწყებ. ამ კვირაში უკანასკნელმა დეპუტატმა დატოვა პარლამენტის შენობა თბილისში. თბილისის პარლამენტი აღარ იქნება. არა და ვინ მოსთვლის რამდენი რამ ახსოვს ამ შენობას. შევარდნაძის ჭიქა. ვიტალი ხაზარაძის ულვაში. მიხეილ მაჭავარიანის 15 წელი და დათო ხუჯაძის 15 წუთი. ოქტომბერში დეპუტატები კვლავ შეიკრიბებიან, მაგრამ უკვე უშენოდ. რასიზამ ეთყობა ქუთაისსაც კარგები უნდა თავისთვის. დღეიდან ვიღა შემოგარტყავს ჯაჭვს შესაძოდაო შენ. ხალხი ისევ შეიკრიბება და შემოძახებს გადადექიო, მაგრამ შენ ამას ვეღარ გაიგონებ, ბიჭო. თუ გოგო არ ვიცი შენობის სქესი არ მინახავს. ყველას უყვარდი. ყველას. შენთან მოსახვედრად ადამიანები ერთმანეთს თავპირს ამტვრევდნენ. და ფქვილს ურიგებდნენ გაჭირვებულებს. მარტო ლეიბორისტები ვერ შეგეგურე. შალვა თუ მაინც აი თუ შერჩენილი გაქვს ცოტა მაინც ნამუსი მიდი და ერთხელ მაინც დაენახე ბიჭო. ეს ბოლოს ორველი შეუზრუნე აღარ შევიცვლი. Gantenda, se ahla amovida, Washington shishwatrea, tatsiman samovida, Amsterdam shi, ahla shvidi saati, vitrina shi ganan Monica Jenniferi, Samantha Gabriela da Natia, Tokyo shishwatrea, Roboter satsetsineva. ძალიან ცუდად დავიწყეთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი საფეხბურთო კლუბის ზესტაფონი მყავს მხედველობაში. აზერბაიჯანის ჩემპიონმა ნეფტჩიმ 3-0 მოვუგო ხალხო. 3-0 წარმოგიდგენიათ? ამას იცით რა ქვია ამ 3-0-ს? TikTok-აკოი დავაი დასვიდანია. თან 3-0 წააგეს. 3-0 და ეს ზესტაფონის პრეზიდენტი ყვირის ყველგან ამბობს რომ მაინც ჩვენ გავალთ შემდეგ ეტაპზეო. მოკლედ ყველა პრეზიდენტი ერთნაირია რა. კარგამებზეც ვისაუბროთ. ამ კვირაში იწყება ზაფხულის ოლიმპიადა ლონდონში და საბედნიეროდ ფეხბურთის გარდა არის კიდე 100-მდე სახეობა, სადაც ქართველები მონაწილეობენ. მე ჩემებურად ვემზადები ოლიმპიადისთვის. ლუდი მოვიმარაგე, დროშა გადმოვფინე საქართველოს აივანზე, საქართველოს დროშა და ჩემ მეუღლეს უთხარი მენიუში პირველი არხი მომიძებნეთ ხო, იმიტომ რომ ბოლოს როდის უყური აღარ მახსოვს. 35 სპორტსმენი მიემგზავრება საქართველოსთან ოლიმპიადაზე და მე მინდა მას წარმატება ვუსურვო პირველ რიგში. მადლობთ. და ასევე მინდა რამდენიმე რჩევა მივცე. ძალიან გთხოვთ ახლა, ნუ წააგებთ და თავი არ მომჭრათ იქ.
იმიტომ რომ ჩვენ ამას უკვე HD ხარისხში უყურებთ. და HD ხარისხს მოსდევს HD ნერვიულობა და HD ნევროზი გაცილებით უფრო ძვილი სამკურნალოა, ვიდრე უბრალო ნევროზი. ასევე თუ ოქროს მედალს და 2 მილიონს ვერ მოიგებთ, არ ინერვიულოთ, დაბრუნდით სამშობლოში და იცოდეთ, რომ თქვენ აქ 1000 ლარიანი ვალობჩერი გელოდებათ. ასევე გახსოვდეთ, რომ თავარი არის მონაწილეობა და არა გამარჯვება, ეს სხვებისთვის, თქვენთვის თავარია აწონვაზე არ დაგვიანება. და ახლა თუ დაინახავთ იქ სადმე რომ ნინო სალუქვაძე ვარჯიშობს, 1-2 კილომეტრის რადიუსით მაინც ნუ მიეკარებით, რა ვიცი. ლონდონზე გამახსენდა. ლონდონზე ინგლისის ლორდთა პალატამ გადაწყვიტა, რომ ჩვენო საქართველოს გამოცდილება უნდა გავიზიაროთო და იუსტიციის სახლები უნდა ავაშენოთო მთელ ინგლისშიო და დიდ ბრიტანეთშიო. მე მინდა მივმართო ახლა მათ, რომ თუ გნებავთ გამოცდილების გაზიარება და ჩვენი წარმატებების გადაღება, რაღაცამითი იწყებთ, ხალხო. რაღაცამითი იწყებთ. 2012 წელია. რაღა დროს პერები, რაღა დროს ლორდები და რაღა დროს დედოფლები, ახლა ძირითადად მანდატურები რა. კიდევ NDI-მ გამოაქვეყნა ახალი რეიტინგები პარტიების და თქვეს, რომ არჩევნებზეო ნაციონალურ მოძრაობასო მხარს დაუჭერს 36%-ო, ქართულ ოცნებასო 18%-ო, რაც შეეხება ყველა დანარჩენ პარტიას, TikTok-აკო დავაი დასვიდანი. გრძელდება მსურველთა რეგისტრაცია კონკურსზე მის საქართველო, მე მაინტერესებს როგორია აქტივობა, როგორი კონკურსანტები გვყავს და ახლა საორგანიზაციო კომიტეტიდან ჩაგვერთვება ჩვენი სრულუფლებიანი და საგანგებო ბიჭი შეუდარებელი გუჯა მაჭარაშვილი. გუჯა, როგორ ხარ გუჯა? არა მიშავს ოთარ. რა მოთხოვნებია რეგისტრაციისთვის? კონკურსანტი არ უნდა იყოს ბიჭი. ასევე ნასამართლები არ უნდა იყოს გათხოვილი, დეპორტირებული, ლეგვის ნახარშისგან არ უნდა იყოს დამწვარი ოთარ, კრემლის აგენტი არ უნდა იყოს, ბანკში არ უნდა კონდეს ვალი და არ უნდა იყოს გია სურამელაშვილის ფანი. გასაგებია, ისე როგორი გოგოები არიან გუჯა, ეწყებათ ფეხები ყურებიდან, უფრო პირიქით ოთარ ყურები ეწყებათ ფეხებიდან. ეს რა მითხარი? აბა ორგანიზატორები ვერ იქნებიან კარქასიაძე. ვერა ოთარ ნერვიულობენ და ფიქრობდნენ რომ სილამაზის ხო არ ამოიღონ სათაურიდან და მარტო კონკურსი დატოვონ. და მის საქართველოზე აი მე მახსოვს რომ ხშირად იყო ხოლმე რაღაც ესეთი კონფლიქტები, სკანდალები. დღესაც ხო არ მომხარა რამე? დიახ, ერთი გოგო ნაპროტესტებდა რომ 90-60-90 ვარო და რა მნიშვნელობა აქვს ეს კერდის, წელის და თეძოს იქნება თუ თავის მხრების და ღიპისო. სულ ეს იყო? არა ოთარ, შემთხვევით გავიარე კონკურსის დროს პოდიუმზე და კინაღამ გავიმარჯვე. ისე გუჯა. მოდი რა, რეალურად ვისაუბროთ მე და შენ რა. უცოლო ბიჭი ხარ, შენთვის ვინმე არ შეარჩიე? კარგი. ნუ მორცხოფ ხა მითხარი ვინ არის? კარგი ხო, არის ერთი გოგო, ხო, არს გამისვნია ჯერ წესებს რომ გავიცნო, დავაკვირდე. თან ქართული ოცნების მაისური ეცვა, ნახოთ რა სიზავენ და მე გადავწყვეტ რა დილად. აჰა, ძალიან კარგი. მიდი გუჯა, მიდი. შენ ნუ გეშინია. პირველი ცოლის მოყვანა რთული, თორე მე მიდის. კარგი, დიდი მადლობა. ეს იყო გუჯა მაჭარაშვილი. მე ტრადიციულად ერთ საკვირველ რამეს გეტყვით, გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკაა არც ფული აქვთ, არც ტელევიზია, მაგრამ იმედი აქვთ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ. რუბრიკის სტუმარია ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, გურამ ჩახვაძე, ბაჩუკი ხარდავა. აქეთ გავუგზავნით. დიდი მადლობა. ძალიან მიხარია, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ასე სრული შემადგენლობით მოვიდა ჩემთან სტუმრად. განაცემაში ძალიან დიდი მადლობა. რა ხდება თქვენსკენ ახალი? ფული ვიშოვეთ. ვიშოვეთ? ტელევიზია აგერა. რამდენი გაქვთ ფული?
ეგრე გამახარეთ ხოლმე ხალხო რაღაცა მითხარით ვიცი ანამათვა რომ მე ვარ პირველი ნომერი თქვენ სიაში ეხლა ვეთქვით აბა თქოთ ეხლა გეძლებათ საშუალო ეს არის უფასო პოლიტიკური რეკლამა ძალიან უფასო დიახ ბრძანეთ ნუ პირველი რამოდენიმე რაზეც ეხმობა ჩვენ რასაც ემყარება ჩვენი იმედი პირველი ეს არის ყველაზე მთავარი ეს გულწრფელად შემიძლია გითხრათ ბატონი ოთარი იქნება ჩვენი სიის პირველი ნომერი სარ გადამწყვეტი ამის დიდი ხანია ვერ ზაბედებით ერთი წლის უკან შევთანხმდით ხო ასე მახსოვს მეორე ნუ ეს პირველად ვაცხადეთ ეს ექსკლუზივია ბატონი ოთარის ღამის შოუს იმიტომ რომ დაფინანსების საკითხი უკვე დროა რომ გავამხილოთ იმიტომ რომ მოგელაძესად წაგვიმოგეწევა და გითხავს საიდან მოგავთ ეს ფულიო ჯობია რომ ყველა მიცოდეს პრინცი მაჩაბელი იცი ხო რომ ეროვნული დემოკრატიული პარტიის წევრი იყო მისი ერთ-ერთი ლიდერი იყო გიორგი ხო და მის ფირმაში იცით რომ ძალიან სერიოზული ბიზნესი ჰქონდა პარფიუმერიის მან ამდენზე როცა დაწერა თუ არ ვწდები დეოდორანტი გამოუშვა მე ამერიკაში კახეთი ერქვა ხო და აი იყო და პრინცი მაჩაბელი ეს ხუმრობა არ არის მართლა 30-იან წლებში იყო ეს მართლა ასეა და ანდერძი რომელიც მან დატოვა ამ ანდერძში წერია მას შემდეგ როცა ეროვნული დემოკრატიული პარტია ამოქმედება დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზეო 2% წილის ეკუთვნის ამ პარტიასო თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის სულ ქონდა იმედი რომ რაღაცა ეს კაცი არ წავიდოდა ისე აბა რომ მეუბნებოდით პირველი ნომრობა თუ გინდა მამაშენმა წლეთში ხალხი გაყიდოსო და მაგი არ ვიცოდით მაგ დროს მე ნახეთ ეს ანდერძი გამოჩნდა ოპერატორებო მამაჩემი რომელ კამერაში მიყიდეთ მამა არ გაყიდო კაცო ესენი მიყოფილა პირიქით მაჩაბლები ყოფილვართ ამდენს დადიხართ ამდენს მოძრაობთ ხან სათხართ მოვლილი გაქვთ მთელი საქართველო აი როგორ ხვდებათ იქ ხალხი რა უჭირთ რა ულხინთ ახლა მეც მაჟორიტარიც ხო ვიქნები ხო სადღაც ხო და აი ხომ უნდა ვიცოდე ეს და აი მომიყევით რა გურიაზე ვიტყვი კი ბატონო გურიაში არის ძალიან საინტერესო გურიაში ჩვენ ხო აქვს წარმომადგენლები კი აბა ხო და გურიაში როგორ არის მომზადებული უნდა იყო იმიტომ ძალიან სერიოზული მოგიყვება რა შეეძლო გურიაში ერთ სოფელში ვართ იმ ტრასიდან მოშორებული გზა არ არის ხო და წვიმს ვარ კულტურის ძველ სახლში წვიმა ჩამოდის და შევხვდით ახლა ამ მრჩეველს და ვესაუბრებით ცოტა გურულად ვუქცევ ახლა ხო ამ თემას ვხვდება და ახლა ვილაპარაკეთ დავხატეთ სურათი ლამაზი დაგასაქმებთ ჯანდაცვა პენსია ყველაფერი სოფელს ფეხზე დავაყენებთ უნდა დავაშერეთ ხო ქვეყანა ავაშერეთ ხო და ახლა როგორც წესია უნდა ვკითხო აბა როგორ მოგწონთ რა ხდება კითხვა ხომ არა გაქვს და ამოდგა ერთი კაცი ესეთი ხნიერი კაცი ხმელი და მომზადებული ამ შეხვედრისთვის წვერი გაპარსული ყველაფერი ეს ცოტა ძველი ანსაცველი მაგრამ ისეთი კარგად აუთოვებული ეთქობა პერვოლს ხმარობენ ხო პერვოლს და ტრაინოი ადიკალონით ასე ხო და მაი კაიო ბიძია თქვა ეს ქვეყანა ააშენეთ მაგრამ ერთი კითხვა მაქვს და მაინტერესებს თქვენი აზრი ქვეყანა უკვე ავაშენეთ იმ კულტურის სახში კიო ხო და ეს ქვეყანა ხო ამიშენეთო და ახლაო ერთი კითხვა მაქვს და ჩვენ ველოდებით ჯანდაცვაზე კითხვას ჩვენ ახლა ხო კიდე და ხო და ას მეუნევა ახლა ესო ერთპოლუსიანი მსოფლიოს ამბავი იცით ალბათო ხო ახლაო მერეო ორპოლუსიანი რუსეთო ესა აქო პრობლემაა ამასთან დაკავშირებით და ამბობსო და ირანი რომ გამოვიდა ინიციატივით მრავალპოლუსიანი მსოფლიოსიო ამ მრავალპოლუსიანშიო ირანის ადგილსო როგორ ხედავთ ახლა შენ დათე ინტერნეტი არა ტელევიზია დიდებული ჩვენი არხება რა არც CNN-ი არც BBC არაფერი ჩემთვის ფიქრობ რა ის საიდან მოიძება თავი სიღრმეში შევიდა შესწავლილია ეს საკითხი და რამე იცით ხოლმე ზოგიერთ ტელევიზიას რომ აი ექსპერტები ყველა არა რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ხშირად ექსპერტები ისეთ ანალიზს აკეთებენ რომ ჩვენ გვაქვს იმ პიროვნების მისამართი სახელი გვარი და მაგას კითხონ ჯობია რა ხდება სოფლიოში მე რა ხდა გაჯდა ეს კაცი გააბოლა პაპიროზი ხო და ესე მიყურებს არა მიყურებს შეკითხვის რო დაგისვა ისე კი არა ლექტორი რო სტუდენტს უყურებს მაგრამ სტუდენტი არ მესამეჯერო გადის ორჯერო ჩაიჭრა და მესამედ ასე გაოცდელა და მაგ დროს უნდა დაეთანხმო კი აუცილებლად მე უთხარი სალაბდე ატომური იარაღს ვერ შექმნის არ შექმნის მანამდე კიო მაგიო კიო
ასე რომ ძვირფასო გურულებო, შეკითხვები დაუსვით ექსპერტებს, ხმა კი მიეცით ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას. ასეთი მოწოდება მაქვს. ფოტოშოპს ახლა რადგანაც მეგრელი ვახსენეთ და სამეგრელო ვახსენეთ, ჩემთვის უსაყვარლესი ერთ-ერთი უსაყვარლესი მხარე ალბათ თქვენთვისაც ხო ბატონო ბაჩუკი. ხო, აი სხვათა შორის ორი კვირა ზედიზედ ტელევიზიით გადიოდა თქვენი შეხვედრების სამეგრელოში. მეგრულიცი სორეს კანდიდატ პოლიტიკული დონე ბატონო ბაჩუკი დათა თუთაშხი ამოერევა თუ აძინოკი ვოლკი დათა თვალებს ვერ გისწორე. ბატონო გურამ. თქვენ პლუსი გაქვთ თუ მინუსი? მინუსი, მაგრამ მინუსი უპირატესობა რა, რომ მოიხსნი ახლოს უფრო კარგად ხედავ. შორს ვერ ხედავ რა ახლოს ხედავ. ბატონო გურამ, აი აქ რაღაცა დაგჭათ, გასაყვარს. ბატონო გურამ. თქვენ გჯერათ რომ არჩევნებში გაიმარჯვებს ეროვნულ დემოკრატიული პარტია? დიდი მადლობა, ამით ეს ნაწილი გადაცემის დავასრულოთ. ბატონი გურამი არის მაჟორიტარი დეპუტატი, ხო? დიდუბეში, ხო? აი თქვენი დეპუტატობის პერიოდში. დიდუბეში რა გაკეთდა გარდა პოლიციის შენობისა, მაკდონალდსისა, დინამოს სტადიონისა, მიმდებარე ქუჩებისა? მოკლედ რა მაინტერესებს? ამ დიდუბის სადგურს ეშველება რამე? დიდუბის სადგურს უნდა ეშველოს აბა. თქვენ გააქვთ რამე? კი, გეგმა? კი ბატონო, მე როგორც პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში თქვენ როგორც მოქალაქე უფრო კომპეტენტური, მე ძირითადად ჩემი გატაცება ხო სადგურები იყო ბავშვობიდან. მე მაქვს ესეთი გეგმა, რომ დიდუბის ვაგზლის ტერიტორია, დიდუბის სადგურის ტერიტორია, ეს მიმდებარე ტერიტორია გადავცეთ ნაძალადებს და იმათმა მაჟორიტარმა იტეხოს ტვინი. ოთარ. არა. პოლიტიკაში ხარ. ეგ რომ მე გავაკეთო. ჩვენ მაჟორიტარს, კაცო, ჩვენს ხო ყავს იქ მაჟორიტარი ნაძალადებში ხო ყავს. ეს რომ დიდუბემ გადასცეს ნახალოკას, მე დამაბრალებენ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში. დიდუბის და პრო ნახალოკურ ორიენტაციაში. მე გეტყვი უკეთეს. მე დაიწყებენ რომ გურამ ჩახვაძე მოდის ნაძალადების ფულით. გაყიდა დიდუბე ხო? მე გეტყვი უკეთეს. ეს რამხელა სისულელე ვთქვა, არა. ესე მოდის ხო? კარგია რომ შინაურებში ვარ და ეს ამბავი არ გაქვს. კიდე კაი რომ ეხა მარტო ჩვენ ვსაუბრობთ და კაცი შვილს ეს ისტორია რა. მე ვიცი კაი ამბავი. დედა კი ნაღავდა. მე გეტყვი როგორ უნდა გავაკეთო. მითხარ. გავცვალოთ. ახლა უყურე. დიდუბეს აქვს ორი სადგური, ხო? ცენტრალური და დიდუბის. ადმინდა ორი სადგური. ნუ მივცემთ ისე, გავცვალოთ ნახალუკას და რაში? აეროპორტში გავცვალოთ მეტი ფული შემოვა. აკვაპარკი. ეს თბილისის ზღვა ხო აქვს ნახალუკას? რათ უნდა ეს ორი წყალი და ეს? გამოხვალ დიდუბელი ხარ? ჩამოხდები ამ აკვაპარკში, მერე გახვალ მაკდონალდში, მერე წახვალ მერე დინამოს სტადიონზე, მაგრამ ფეხბურთს საყურებლად არ უნდა წახვიდე. რაგბი. იმიტომ რომ იქიდან რო გამოხვალ, მერე პლეხანოვზე უნდა გაისეირნო ნასიამოვნება, ხო? კი, ნასიამოვნება, ნასვამმა და მერე იქიდან მოგასტრიალებენ პოლიციის შენობაში. შეстоიში. ესე იგი, რა არის, მეგობარმა მთხოვა მაჟორიტარობაზე შევჩერდეთ ხო ცოტა ხანით რომ გთხოვეთ რომ შეყვარებული ყავს წერეთელზე. ხო და მე მგონი 112 ნომერში არ მახსოვს რა მნიშვნელობა. და იქო სკამი მაინც დამიდგანო.
სკამიო, იმიტომ რომ თელი ღამე ეთქობა რა ვიცი სერენადები რაღაც სახში არა, ისე სახშესაშვები არ არის. ხო და სკამიო, იქნებო სკამი მაინც დამიდგანო, მაჟორიტარს გთხოვთ თქვენ. ანუ სკამს თუ არ დაადგავენო იქო, ქვარიო და იმ ქვაზე ცხვრის სახოც ტოვებდა, იმას მაინც ნუ გადააგდებინო. ზოგჯერ მივიდე და ჩამოვჯდე ხოლმეო. შეპირდით ახლა. სკამზე პრობლემა არ არის და იმ სალფეთქის უფლებას რო ქონდეს ქვაზე დავაკანონებ. კანონის ძალით, ხო. მაგრამ ეს ჩემი მეგობარი, აი ასე ირჩევს ვის მიცეს ხმა. იმას მომავალი, ეკონომიკა, განვითარება, იმას უნდა ცოლის მოყვა. მაგრამ უკეთ ხო და მაგ მივარ. თან იცით როგორ ასაკშია? ცოლი რისთვის უნდა იცი? რომ მოკვდება რომ შემოკივლოს ცოლი. აი მისთვის ჭირდება ცოლი ისეთ ასაკშია, მაგრამ ხო და მაშინ სკამი დავაკანონებ. სკამი დავაკანონებ. სკამი მაინც დავუკავდები. კიდე აი რა ქვია, ხო, მე ეს სიტყვა მინდოდა. ხო. ესე იგი, ჩვენ ელჩი რომ ყავს, კაცო, სომხეთში, ბატონი შარმანაშვილი. დიახ. დიახ, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, მოთაშორის არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, ვისაც ყავს ელჩი სომხეთში. ნახეთ როგორ ეკაიფება სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს. ესე იგი ერთადერთი ადგილი გაიმეტა ელჩის ჩვენთვის ეროვნულ დემოკრატებისთვის და ისიც სომხეთში. როგორ არის ეს ბატონი შარმანაშვილი? პოლიტიკურად მოსამზადებელი ხარო, თან რატო ხე გეტყვი რა? ერთადერთი გაიმეტა კი არა, როგორ არის საქმე? მართალია ერთადერთი ეროვნულ დემოკრატიული პარტიისთვის ზოგადად ოპოზიციას არაფერი ამით, მაგრამ სამცხე-ჯავახეთის ხმები? ბატონო ოთარ. ჩემო მეგობარო ოთარ, ჩვენო ლიდერი. სომხების ხმები ჩვენია. მეგობრებო, მე მინდა რომ მადლობა მოგახსენოთ თქვენ იმისთვის რომ მოგდანთ. ახლა ჩვენ დღეს ბევრი ვიხუმრეთ, ზოგი ხუმრობა გამოგვივიდა, ზოგი არ გამოგვივიდა თავისთავად, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ამ არაჩვეულებრივი რუბრიკის სტუმრები იყვნენ ჩემი მეგობრები გურამ ჩახვაძე, ბაჩუკი ხარდავა, არაჩვეულებრივი ხალხი, ძალიან სახალისო გამოვიდა თქვენი სტუმრობა და გელით მომავალ სეზონში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. განვაგრძოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ არა მარტო პაჩები, არამედ პუჩებიც.
გასვალები მოგიცანე დიდები მადლობ შენი თითები მიყვარს შენი დუჩები აბანა და ფუშა გავზანდით აუცილებლად ესე იგი ისე შემოვარდა გიორგი რომ გამოცხადებაც ვერ მოვასწარი რომ რუბრიკის სტუმარია გიორგი წერეთელი ყველა მიცანით არაჩვეულებრივი სიმღერით თავის ჰიტით შენი ჰიტი პაჩები და პუჩები ამ თემას ჩვენ დაუბრუნდებით კიდე პაჩების და აუცილებლად პუჩების ახლა მე უნდა მოგიყვე მაგარი რაღაცა ეს მეგობრულად რომ გადაწყდა რომ სტუმარი იქნება ჩვენი გადაცემის გიორგი წერეთელი ახლა მე ვთხარი კი ვიცნობ ამ ადამიანს მე ვთქვა მაგრამ მაინც რაღაც ინფორმაცია მინდა ამ ადამიანზე რომ რაზე ვეკაიფო ხო რა მოუწონო რაზე დავზრახო ხო მოყარეს ხო პირში უნდა უზრახო ხო და არაზურგს უკან ხო ასე და წავიდა ერთი ყავს რა იაგო გენიოსი ხო და მოიტანა და ველოდები ახლა ინფორმაციას გიორგი წერეთელზე რა მოიტანა არ გაინტერესებს ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სადაც იგი სწავლობდა ნიკო ნიკოლაძესთან და აკაკი წერეთელთან ერთად ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტში სადაც მან პირადად გაიცნო ნიკოლაი ჩერნიშევსკი მე ესე გძელდება და ბოლოს მე ვთხარი ვინ არის მე ვთხარი გიორგი წერეთელი ცნობილი მწერალი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ანუ იმ გიორგი წერეთელში აერიეს ჩვენი ძველი გიორგი წერალი ჩვენი სახელმოხვეჭილი არა საზოგადო მოღვაწე შენც ხარ რა თქმა უნდა კი იმ გიორგი წერეთელს არ დაესიზმრებოდა ისეთი საზოგადოება შენ რო ყავს დღეს მაგრამ ძალიან კარგი მაგრამ ხელგაშლილი საზოგადოება მაგრამ ხომ ყავს გენიოსი ერთ-ერთი სცენარისტი ხო იაგო ეს იაგოს ვეძახ სახელდაგვარს არ ვიტყვი იმიტომ რომ დაახჩობს ვინმე სადმე კარგი ესე იგი ამ არ დაიდარდოს ჩარტებში ხო შეხა მე იმ დღეს მარკუს მეტრეველსაც ვუთხარი რომ ეს არ დაიდარდო და ჩარტები კი რაღაც ერთმანეთს არ უხდება ეს ორი სიტყვა მაგრამ ნუ არ დაიდარდოს კიბეზე მოდი ასე კიბეზე ყოველთვის ერთ-ერთი ლიდერი ხარ ყოველთვის აბსოლუტურად მედი ხარ და მედი ხარ ესე მე ათეულს სულ ამოწმებ ხოლმე ისე არ ჩავწერ გადაცემას ისე არ წავიყვან ჯაზოთერაპიას რომ არ დაიდარდოს ათეული არ შევამოწმე ეს არის გამორიცხული აი პირველ ადგილზე რამდენჯერ ყოფილ ხარ პირველ ადგილზე ერთხელ ხო დანარჩენი სულ მეორე ადგილი მე რა მასე იწყებდა ბონოც ხო მაგრამ ეხლა სულ აი პირველ ადგილზეა ჩარტებში ჩარტებში პირველ ადგილზე კარგი გიორგი რეპერტუარს როგორ არჩევ რეპერტუარს ვარჩევ გამოთქმებიდან აი ყოველი ცხოვრებისეული სხვათა შორის დღეს უკვე ვიმუშავე აი ამ გადაცემაზე მოსვლით ვიმუშავე უკვე ახალ რეპერტუარზე მინდა პრემიერა წარმოგიდგინოთ შეიძლება ესეთი პრემიერა წარმოგიდგინოთ ზუსტად აი ახლა კულისებში აი ვიჯე ტელეფონი იმიტომ შემოვიტანე ხო შეიძლება რაღაცა აპლოდისმენტები შეიძლება ნაის ყველაფერი შეიძლება რა ენაღვლება ხო და ეხლა როგორც ეხლა მოღვაწესთან და ასე შემდეგ წეგან ნათქვამი იყო და ეხლა წერეთლის გვარს ეხლა როგორ შევარცხენდი და რა თქმა უნდა ლექსებით დავიწყე ჩემი აი ეს ემოციების გამოთქმა და ანუ ეს არის ჩემი რეპერტუარი ყოველდღიური როგორ ვარჩევ რეპერტუარს და ამჟამად გადავწყვიტე რომ ბატონ ოთარ ტატიშვილთან უნდა ჩავწერო დუეტი მე მგონი მიესალმებით ხო ამ იმას და შეიძლება ამ ექსპრომტად არანჟირებას აგერ ყავს მუსიკოსები ხო მზად ვართ ყველაფრისთვის ეხლა რაღაცა ელემენტარული ეხლა მე იმას არ მოგთხოვთ კაცო არა მე იმას ხარ ამის მანძილზე არა ვარ მზად სიმღერა არის მიხვდები მუსიკოსებს შეიძლება ვთხოვ აი ბარაბანზე ვიძის აი ტაშის ხმაზე დახპატა დუხპატა დახპატა დუხპატა ნახერა ნიჭიერი ბიჭია დაპატა დუპატა დაპატა დუპატა ტაშ ურუშკარა აუშკარნი კარგია კონცერტზე და რუსის გოგო კაია მარგალიტა აქსანა და გალია მივევთ ხოლე გაუკვირდათ ძალიან TikTok такой давай до свидания TikTok такой давай до свидания
ჩაվել ვიბანავე ალღებში ამოველი გავიჩითე ქალებში დამესია ამოდენა ქალია Кто такой? Давай, до свидания. И кто такой? Давай, до свидания. ესე იგი შემდეგი გავაგრძელოთ. ვერ გავიგე ეგა ჩემი ბრალია ახლებური მოდის არე მარია ტაში ვერ გავიგე კაცია თუ ქალია И кто такой? Давай, до свидания. И кто такой? ორჯერ ქუჩებში ლიტრიანი ამოვიდე უბეში სისხამ დილით მღერის ქურთი ანიაც И кто такой? Давай, до свидания. Кто такой? Давай, до свидания. ჩვენი ოთარ ტატიშვილი კარგია მის შოუს დროს ვერ ვიძინებთ ღამეა ვისაც ჩვენთან ყოფნა არ უხარია И кто такой? Давай, до свидания. 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 Алло. Ай, ესე უცებ? ხო აი, ვისაც ჩვენ ცოტა მე აი თქვი დავწერე, მაგრამ რო დავწერე ხომ ეგრევე ვერ ვკითხულობ. ეს ხო იცი, SMS-ები ქართულ ენაზე ვერ წერს და ინგლისურად რო იწერება, მე ხო, SMS-ები ქართულზე ვერ წერს, გეთანხმებით. დუეტი როგორ მოგეწოდათ? არაჩვეულებრივი დუეტი, ეხლა აი კარგი, შენ ის რა ქვია, სამკაულები გიყვარს, გატყობ. ხო. ბევრი გაქვს? ნუ საჭირო რაც არის მარტო ის მაქვს. ბევრი გაქვს, არის ამ ბოლო დროს რაღაცა შეუმცირდაო. ხო, ხო, რა თქმა უნდა, ხო, ბიუჯეტი ახლა ისე დონეზე არ არის. მე მეგონა ვიღაცა მოპარათ ხო, კაცო და ეჭვებზე გაქვთ ხო, კითხვა მინდა. მოპარვით კი, ახლა მაგ სერიოზულ თემას თუ დაუკვირდებით, ნამდვილად იყო ეს. ეჭვი არავის არ აქვს? ეჭვი ჯერჯერობით არავის. აბა. შენი სამკაულების კლება დაემთხვა რატომღაც სურამელაშვილის მატებას. ეტყობა მაგის ამბავი. აი ეს ნახე როგორ ჩავახვე ესეთი აი მივასწრე მისმები მაქვს ხოლმე მე ესეთი სასაცილოა სატირალი რო არ იყოს ხო ეხა სასაცილოა მაგრამ აი პაჩები და სამწუხაროა ის მაგრამ თავარია რომ გადავრჩი ეხლა ჯამთელად ვარ და კარგად ვარ აი იმ ყველაფრის შემდეგ კინაღამ დამავიწყდა ხალხო ერთი რამე უნდა გითხრათ და ალბათ რა ვიცი დაინგრევა დარბაზი აპლოდისმენტებით გიორგი წერეთელი რო დავპატიჟეთ ჩვენ გადაცემაში გითხრა რომ ვარო ქობულეთშიო მუშაობს იქ მშენებლობაზე პალმებში და სხვათაშორის სპეციალურად ღამის შოუსთვის ჩამოვიდა დღეს და საღამოს 10 საათზე ვიქნები ეხლა დღესვე ვიქნები პალმებში ქობულეთში ვისაც უნდა წამოუყვეს პალმებში გადაცემა როგორც კი დამთავრდება ისე უნდა წავიდეს ქობულეთში უკვე ახალი ხიტით აი ესეთი კაცია ჩემი გიორგი ახალი ხიტით И кто такой? Давай, до свидания. И кто такой? Давай, до свидания. ერთიან პაჩები და პუჩებიზეც მითხარი. არ მინდოდა იცი პაჩები და პუჩების დაწერა. ხო, მე იქ მინდოდა რომ შენთან მოვალ. შემოგეწერა. ხო, შენთან მოვალ ქუჩებით და უცება ის შემომეწერა რა. ესე და პაჩები და პუჩები და კარგი. ისე 100 წელზე მეტია ქართველები მსჯელობენ და დაობენ იმის თაობაზე თუ რა დაგვიბარა წერეთელმა. თურმე აგერა პაჩები და პუჩები. კარგი. გიორგი მეორე სიმღერა რო არ გამღერო ისე ქობულეთში ვერ გავიშვა. აი ეგრე იციან ხოლმე რა. აი სულ ეგრე იციან რა. მოვლენ ერთ სიმღერას გთხოვენ. ძმაო, ხო აზე ხარ თბილისელები ვართ, ქართველები ვართ, ერთი სიმღერა გვიმღერე. რამეა. შენ ამას სერიოზულად ამბობ ხა? ხო, რა თქმა უნდა, ეხლა რანაირად არასერიოზულად. ერთი სიმღერა გიმღერე, ძმაო, პატივი გეცი, ეხლა აღარ შეიძლება ამდენი კაცო. აი, ყველა, აი, რესტორნის ყველა მომღერალი ერთნაირი როა. ხო რა, აი, უკვე საუბარია, გენაცვალე. ეს როგორ ეხა ჩემი სურვილით გიმღერო თუ ამბავ? არა, ფულს თუ გაძლევ, მე ვირჩევ სიმღერას. ხო. აი, მე მინდა ეხა არ დაიდარდოს ერთ-ერთი ლიდერი, ალუბლები. ხაროშო. მოსულა? მოიცა, გამოვაცხადებ. კი ბატონო. კი. ჩართულია. კარგია. აპლოდისმენტები დარბაზში. ეს სიმღერა კი ეძღვნება ღამის შოუს წამყვანს ბატონ ოთარ დადიშვილს. და უძღვნით ამ სიმღერას ყველა გულით და სულით გენაცვალეთ ოთარის გაუმარ? აი უკვე კარგია. წავიდა, აბა წავიდა, აზიზჯან გაუკარი, დავა, წავიდა.
ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, ახლოვდება არჩევნები და ახლა გაახსენდება ყველას, რომ მომღერლები არსებობენ, დაიწყება ეს გაუთავებელი კონცერტები. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გადაცემაც გამოეხმაუროს ამ კონცერტებს და გვინდა შემოგთავაზოთ ესეთი პატარა კონცერტიკო, ესეთი პატარა თბილი და გავიხსენოთ 90-იანი წლების ცნობილი სიმღერები და სიმღერები მაპატიეთ და ყველასთვის საყვარელი მომღერლები. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ყველა კონცერტს სჭირდება დაფინანსება. ხო, ვერ ვიპოვეთ სპონსორი და ბოლოს გამოჩნდა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ეწოდება, ჩემი აზრით, ისე ვიზდრო ჯობდა, აბაკაცო ესენი ვინ არიან, ასე ქვია ამ ორგანიზაციას. და აი ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დაგვიფინანსა ეს პატარა თბილი კონცერტი, რეტრო კონცერტი, სადაც ჩვენ გავიხსენებთ 90-იანი წლების მომღერლებს და სიმღერებს. მე მარტო ვერ წაუძღვები ამ კონცერტს, ახლა გავალ და ჩემ მეწყვილე თანაწამყვანთან ერთად დავბრუნდები. მოგესალმებით მამულიშვილნო. მოგესალმებათ პოლიტიკური მოძრაობა, ჩემი აზრით ისე ვიზდრო ჯობდა. აბარაკაცო ესენი ვინ არიან? მხარდასაჭერი კონცერტი. დღეს აქ შეკრებილია მთელი ქართული მუსიკალური ელიტა. დიახ, მათ გააკეთეს სწორი ევანი და დადგნენ სიმართლის გვერდით. საქართველო ეს ჩვენ ვართ. მომავალი ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს უკეთეს მომავალს. ახლა ვიდეთ ჩვენ პირველ გამომსვლელზე. 6 წლის ასაკში მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა. 10 წლის ასაკში გამოუშვა პირველი სოლო ალბომი. 18 წლის ასაკში ოთარ უკვე ჰქონდა 2 ოქროს და 1 პლატინის დისკი. აბა და 25 წლის ასაკში ჩაწერა დუეტი ზურა დოიჯაშვილთან ერთად. ისე ეს კი გავს სუზი კვატროს, მაგრამ ის რამდენად გავდა კრის ნორმანს, ეს უკვე არ ვიცი. რას ამბობთ, ქეთი? ზურამ არ გაიგოს, ეწყინება. ნუ გეშინია, ეგ უკვე გავარკვიე. იგი საქართველოში არ იმყოფება. მაშ ასე, ჩვენ კონცერტს გახსნის ჩემი სეხნია ქეთი მერკვილაძე სიმღერით შვენიერ ქალს.
ვიყოთ არ ვინ იცის რამდენჯერ მომისმენი ამ სიმღერის ნაწყვეტები. რატომ ნაწყვეტები, ქეთი? მაშინ ჩემ დროს ყოველ წუთში ქრებოდა შუქი და ბოლომდე ვინ გვასწიდა მოგესმინა. კარგი იყო, ქეთი, გულიანად ვიცინე. კიდე იცი რა მახსოვს იმ დროიდან? აბა. ერთხელ სამშობიაროში უმორიგეობდი და ერთ მხედრიონელს რომ ვუთხარი, გოგო შეგეძინათ ხო, გოგო შეგეძინათ ხო, აი ესე ავტომატის ჯერი პირდაპირ ფეხებში დამისვა. მე რასაცილობი. ასე დაიწყო სამბა ალბათ, ხო? ამავე სახელწოდებისაა ჩვენი შემდეგი მონაწილის უკვდავი სიმღერა. მივესალმოთ ისევ ჩემი სეხნია ქეთი ფარესაშვილი. ასე დაიწყო სამბა, სამბა ასე გრძელდება, მათზე კვეთილამდე სამბა, სამბა დილამდე სამბა. Hopando we together, hopando mando y caramelera y leoda.
მივაგრძოთ ჩვენი დღევანდელი კონცერტი. 90-იანები. რა კარგი დრო იყო. ახალგაზრდები ვიყავით. ენე? რგიც არსენი. ცხოვრებაც იაფი იყო, მარშრუტკა 20 თეთრი ღირდა. აბა, შეგეძლო მანქანაში ღვედი არ გაგეკეთებინა. დიახ. ლამაზ-ლამაზი გოგონები ახლანდელივით სამოდელო სააგენტოებში კი არ იყვნენ შეყუჟულები. პურის რიგში იდგნენ. შოუ ბიზნესი ყვაო და კვირაში 20 ახალ კლიპს მაინც იღებდნენ, ოთარ. საუკეთესო ათეულიც ვლინდებოდა ხოლმე. კი, ახლა სცენას სწორად ამ ათეულების უცვლელ მეოთხე ადგილოსანს დაუთმობთ. დიახ. მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ კონცერტის ორგანიზატორია პოლიტიკური მოძრაობა, ჩემი აზრით ისევ ის დრო ჯობდა. აბა კაცო, ესენი ვინ არიან? ვუახლოვდებით კონცერტის კულმინაციას. ამ მომღერალმა თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე იმდენი პრიზი აიღო, ამა თუ იმ ნომინაციაში, რომ ამდენი პრიზი სადმე ხომ უნდა დაეტია. ბინას უკანონო ლოჯიმიაში. მე გეტყვით, რომ იგი არანაკლებ აფერისტი ბავშვი იყო, ვიდრე ოსტაპ ბენდერი. ოთარ, ეს რომ შეიტყოს ზურაბს, ხომ ეწყინება? გავარკვიე საზღვარგარეთა. ჩამოვიდა უკვე. მართლა? კი. უი. გამოდი. მიდი ამოგეფარები, მიდი. მოიცა ჯერ გამოვაცხადებ. ზურა კობეშავიც. სიზრა ქალი კი არა ქალღმერთი ჭრილობას დებდა პალამოს ნეტავისა და ვარვეთი გამოღვიძება არ მსურდა და სილამაზის დაკარგვა ჩემ სულში ამოსულა და აღარ ღირს სხვაგან გადარგვა სურნელი გონდა ვარდისა ენით ვერ ამზრისები სურნელი ქალი მე სიზრა ქალი კი არა ქალღმერთი გამოღვიძება არ მსურდა და სილამაზის დაკარგვა რაღაცნაირად ალერსიანა ბებერა და ბებერა ჰეი ნანე ნაინანაინაინანე ქალმერთო თხოვი პატოვე ჰეი ნანე ნაინანაინაინანე სისმარო ნუ გამიკრებიდეს ერთად ჩვენ ბავშვობის ეზო ეზოს ბიჭები და ერთი გოგო ნატო შავთვალება ნატო წაბლის ფერი თმები და ცისფერი მანტო ჩიგი პამ 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 ვოუ ნანანა ჩიგი პამ 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 ნატო სადახა ჩიგი პამ 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 ვოუ ნანანა ჩიგი პამ 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 ნატო ვიყვარხა მე და ოსტაპ ბენდერი ოცნებობდი ერთ რამეზე მუდამ მაძიებდი ყვაძი გვედგა ორივეს საოცნებო ქალაქი სილამაზით სიმღერით ჩვენ სიღრმეში ნანადრი ჯერა ოცნება ამის უდება